და რეკლამის შემდეგ არგუმენტები კვლავ პირდაპირ ეთერშია, როგორც უკვე გითხარით, შემოგეცემის მეორე ბლოკის სტუმრები არიან გიგლა აგულაშვილი, კახა კუკავა და ეკა ფოფხაძე. დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად საღამომშვიდობისა. სანამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხები საუბრობდით, მინდა თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ თვითმმართველობის კოდექსის დაცვლილებებზე. ბატონ გიგლა, პირველი შეკითხვით თქვენთან გადმოვალ, ამ თემაზე ბევრი შეკითხვა აქვს ოპოზიციას, მათ დღეს 9 პუნქტიანი შეკითხვითაც მიმართეს რეგიონული გავითარების სამინისტროს. ასევე ოპოზიციის პროტესტის პარალელურად დღეს საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა საქართველოს პატრიარქმა. მან თქვა, რომ შესაძლოა ამ კანონპროექტის მიღებით და გაჩნდეს საფრთხე საქართველოს დაქუცმაცებისა, რასაც ქართველი ხალხი ვერ შეეგუება. შეიცავს თუ არა ეს პროექტი სეპარატიზმის და ქვეყნის დაქუცმაცების საფრთხეს? ეს არის მთავარი განსახილველი თემა დღეს მედიაში და საზოგადოებაში. თქვენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხართ და მაინტერესებს თქვენი პოზიცია. როგორ ფიქრობთ, რამდენად იქონიებს გავლენას პატრიარქის ეს სიტყვები განხილვის პროცესზე, საპარლამენტო განხილვების პროცესზე და ხომ შეიძლება განვიხილოთ ილია მეორის განცხადება როგორც წინაპირობა იმისა, რომ ეს პროექტი ჩავარდეს? საღამომშვიდობის, მოგესალმებით თქვენ სტუდიაში მყოფ სტუმრებს და ასე მაყურებლებს. მინდა გითხრათ, რომ მე ასეთ საშუალებას ვერ ხედავ, ასეთ საფრთხეს ვერ ხედავ. მივესალმებით თავის რომ ჩავარდეს თუ ვერაც ბრძანეთ, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ვერც ამ საფრთხეს ხედავ და ვერც იმ საფრთხეს ხედავ, რომ ამ კანონპროექტში არის შესაძლებლობა ქვეყნის დაქუცმაცებისა. მე ხშირად ვrჩება შთაბეჭდილება, მაგალითად დღეს გავეცანი ინტერვიუს ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის საპატივცემულო ადამიანთან, ქალბატონ მარიკა ლურქიფანიძის ინტერვიუ იყო, სადაც ისიც ლაპარაკობდა გარკვეულ საფრთხეებზე. მე ხშირად ვrჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ადამიანები, ვინც აკეთებენ კომენტარებს, ან არ იცნობენ კანონპროექტის ბოლო ვერსიას, ან საერთოდ არ იცნობენ კანონპროექტს. იმიტომ რომ დასკვნები, რომლებიც მე წამიკითხავს, რომელიცაც ვხედავ, აშკარად არ გამომდინარეობს იმ დებულებებიდან, რაც კანონპროექტში არსებობს. თავისთავად აზრთა სხვადასხვაობა აბსოლუტურად მისაღებია, ეს არის ჩვეულებრივი ჯანსაღი პროცესი და ამ პროცესიდან ჩვენ არ გავრბივართ, ამ პროცესში შევდივართ. მე პირადად კომიტეტთან ერთად, სამა კომიტეტმა განვიხილეთ წინა კვირაში ეს კანონპროექტი და გამოვთქვით გარკვეული შენიშვნები. ამ შენიშვნების გათვალისწინებით ინიციატორს დაუბრუნეთ ეს და მივეცით თანხმობა პარლამენტის სესიაზე განსახილვად. ამ პროცესს ჩვეულებრივ, როგორც რეგლამენტით არის დადგენილი, გავაგრძელებთ. მე აქ ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ კანონპროექტი განხილული არ იქნას და ვერც იმ საჭიროებას ვხედავ, რომ დაუშვათ აი ეს საფრთხეები რეალური გახდეს. ზოგადად ვიტყვი, ახლა მე თქვენის ნებართვით ერთ ციტატას წავიკითხავ. ეს არის ციტატა ილია ჭავჭავაძის ცნობილი პუბლიცისტური ნაწარმოებიდან, რომელსაც ცხოვრება და კანონი ქვია და ილია ამბობს ასეთ რამეს, მაგალითად თვითმმართველობას ქვეყანაზე ბევრი მტერი ჰყავს, ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალო ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო საზოგადოებას ეს უფლება მიენიჭოს, აურზაურს მოხვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდან გამოვაო. მე რითი თქმა მინდა, ილიას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღემდე მოვედით, ყოველ შემთხვევაში 90-იანი წლების შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გარისკა გადაედგა ეს ნაბიჯი. ყველა ფიქრობდა იმას, რომ ცენტრალიზებული ვერტიკალური მართვა იქნებოდა გამოსავალი ქვეყნისთვის, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს ამან ვერ აგვარიდა. ფაქტია სახეზე, რომ ხშირად ზუსტად ცენტრალიზებული მართვის ამ ვერტიკალის გამო, წინა ხელისუფლების მაგალითი 2008 წლის მაგალითი შემეძლია მოვიტანო ზუსტად, რომ გამოიწვია ისეთი ტიპის კატაკლიზმები, რამაც დაგვაგავარგინა ზუსტად ჩვენი ტერიტორიები და დაკარგული ტერიტორიების ნაწილი კიდევ უფრო გაფართოვდა კიდეც. შესაბამისად, მე იმის თქვა მინდა, რომ აქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ამ კანონში, ადამიანების ჩართულობაზე სახელმწიფოს მართვის პროცესში. თვითმმართველობაზე. ჩვენ ადამიანები არ უნდა გვჭირდებოდეს მხოლოდ საარჩევნოდ, მხოლოდ საარჩევნო ურნასთან ერთი ხმით, ჩვენ ისინი უნდა გვჭირდებოდეს ამ ქვეყნის მართვის კომპონენტებში. ეს არის და ეს. კარგით, მადლობა, თქვენ საფრთხებს ვერ ხედავთ, თუმცა ოპოზიციას განსხვავებული პოზიცია აქვს. ბატონ კახა, აი ამ ფონზე, როდესაც აჟიოტაჟი ატყდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, პატრიარქმაც დღეს ეს მწვავე განცხადება გააკეთა. როგორ ფიქრობთ, თქვენ გქონდათ პრეტენზია, რომ დიალოგი არ შედგა თქვენსა და მართლ პარტიას შორის და მოხდა ასე ვთქვათ
ესე გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად თქვენს გარეშე. Როგორ ფიქრობთ, ხომ არ დააჩქარებს ამ დიალოგი ხომ არ შედგება ამ პროცესების ფონზე, განცხადების პატრიარქის განცხადების შემდეგ, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ გადმოდგას ხელისუფლებამ ნაბიჯი და დაიწყოს დიალოგი ამასთან დაკავშირებით? საღამოშვიდობის ნინო, სანამ თქვენ შეკითხვას უპასუხებ, აუცილებლად უნდა დავიცვა ილია ჭავჭავაძე ქართველი რესპუბლიკელებისაგან, იმიტომ რომ ის ციტატა, რომელიც წაიკითხა ბატონმა გიგლა აგულაშვილმა, საუბარი არის თვითმმართველობაზე და არავის არაფრის საწინააღმდეგო საქართველოს თვითმმართველობისა. ჩვენ გვაქვს რეგიონალიზმის საწინააღმდეგო, რეგიონული ავტონომიების წინააღმდეგი ვართ და ამაზე ილიას ამ ციტატაში და არც ერთ სხვა ციტატაში, რა თქმა უნდა, არაფერი არ აქვს ნათქვამი და შეუძლებელია ილია მართალი ყოფილიყო რეგიონული ავტონომიების მომხრე. რაც შეეხება თვითმმართველობის კოდექსის პროექტს, ჩვენ ვართ იმ ნაწილის წინააღმდეგი, მიხედავთ, მაგრამ იქნებ დააზუსტოთ ეს ბრალდება. ეხლა ვკითხულობ, რომ თქვენ ფილიპე მახარაძეც შეგიდარებიოთ. დიდი მადლობა ამ შედარებისთვის, უცნაური შედარებები გახასიათებთ, მაგრამ არგუმენტი შეიძლება მითხრათ. არგუმენტი შეგიძლიათ მითხრათ. ამ კანონ პროექტში საწაიკითხეთ რეგიონალიზმმა დაშლის საფრთხე. მეშვიდე კარი თქვენ თან გაქვთ ამ პროექტი, რას თორე. შემიძლია მეშვიდე კარი. რას ამბობთ იმას, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის რეგიონული საბჭოები. ისე როგორც დღეს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უმაღლესი საბჭო, ამ 9 რეგიონს ექნება რეგიონული კითხული კანონ პროექტი გატონო კახა, მე შემიძლია ეს გითხრათ, ასე არ არის. აბა როგორ არის? ასე არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც იქნება გარკვეული ტერიტორიულ ერთეულებებზე, მეშვიდე კარზე გელაპარაკებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობები ქმნიან საკონსულტაციო წარმონაქმნს, მიავლენენ, ანუ ამ საკონსულტაციო წარმონაქმნს ერქმება თუ არა ამას სამეგრელოს რეგიონული საბჭო. რა ერქმება არ ვიცი. არ იცით და მე ვიცი და გეუბნებით, ერთად მე არ გეჭრებოდით თქვენ დროში. არა, თქვენ ხომ გითხეთ, იქნება პასუხი დაადასტურეთ, თქვენ თუ არ აგაგდო წაკითხულიო, გადმოგიგა და ეხლა მიდასტურეთ. იქნება თუ არა ამ კანონით სამეგრელოს რეგიონული საბჭო. კი თუ არა, საბჭო რომელიც იქმნება ამა თუ იმ რეგიონში არის საკოორდინაციო ფუნქციის, რომელიც იქნება თუ არ იქნება. კახა იქმნება ამ ფუნქციები და იმ საშიშროებას ქართულ საზოგადოებას კახა მე ვცრუობ, ეხლა თქვენ ვცრუობთ და თქვენი პარტია იქნება თუ არ იქნება? მე ვამბობ რომ იქნება. თქვენ ამბობთ რომ კანონი არ არის. თქვენი სიყვარული რესპუბლიკური პარტიისადმი ცნობილია. იქნება თუ არ იქნება? იქნება თუ არ იქნება ამ კანონით კი ან არა? სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს და გურიის რეგიონული საბჭოები. თავისი თავმჯდომარებით, წევრებით და აპარატებით. მე ასეთ რამე შემოგთავაზებთ. კი თუ არა, შეგიძლიათ. წაიკითხე კანონი. მე წაკითხული მაქვს, კარგად. წაკითხვის შემდეგ შემიძლია მზადვარ ერთი-ერთზე გელაპარაკოთ. გასაგებია, მე მგონი ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, როცა არ შეუძლია ადამიანს რესპონდენტს უპასუხოს, კი თუ არა? კი თუ არა, შეგიძლია. ეს არის საუბარი. საქმე რაშია, იცით? აქ არის მომენტი რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენლები ქმნიან საკონსულტაციო ორგანოს, ამ საკონსულტაციო ორგანოს შეიძლება ცენტრალურმა ხელისუფლებამ დელეგირებით მისცეს გარკვეული უფლებამოსილდებები, ცალკეული საკითხები შეიძლება მან კონსულტაციები, ანუ ეს ორგანო ვერ ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებში, მათ ბიუჯეტის ხარჯვაში, მაგრამ რა არის ფუნქცია მაშინ? აი მომისმინეთ, შეიძლება იყოს პროექტი, რომელიმე პროექტი, მაგალითად საირიგაციო სისტემის აღდგენა, გამართვა პირობითად კახეთში, ხო? რომელიც საერთოა და მნიშვნელობა აქვს როგორც ერთი ისე მეორე მესამე კახეთის 8 რაიონისთვის, ყველასთვის თუ არა შეიძლება 6 რაიონისთვის კონდეს არსებითი მნიშვნელობა და ეკონომიკური ეფექტი იყოს მიღებული იქიდან თუ ამას ისინი ერთად აკეთებენ. ასეთ შემთხვევაში ხდება კონსულტირება ერთმანეთთან ამ ადამიანების, ანუ თვითმმართველობის. აი რა არის ფუნქცია ამ საბჭოს ბატონო? აი ეს ფუნქცია რა კითხეთ, იქნება თუ არ იქნება? კონკრეტული ფუნქცია ზუსტად, ანუ ეკონომიკური, კულტურული განვითარების, მხარის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის თვითმმართველობის კოორდინაცია. და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგური უფლებები კარგი არის რომ ბოლოს და ბოლოს ბატონმა გიგლამ აღიარა პირველ რიგში იქნება, იმიტომ რომ მე არ ვიცი მისი რეპლიკა. აღიარე, კახა. თქვენ ძალიან რომ კანონი არ არის საკითხულიო. კანონი არ არის საკითხული და ცრუობთო სიტყვებს ამიტომ თქვენთან თუ შეარჩევ მადლობელი დაგჭირებით. ეს კანონი საკითხული მაქვს არაერთხელ მისი პირველი ვერსიაც, ბოლო ვერსიაც გავეცანით მას მთავრობის წარმომადგენლებთან, ეხლა ბოლოს გქონდა 30 ნოემბერს თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ვერ უარყოფთ თქვენ იმას, რომ საქართველოს 9 რეგიონში ქმნით რეგიონულ საბჭოებს. ჩამოგითვალოთ კიდე რომელი რეგიონებია, რომელზეც ეყოლება რეგიონის საბჭოს თავმჯდომარე, მოადგილე, ეყოლება თავისი აპარატი, ექნება თავისი აი ეს ფინანსური ეკონომიკური ფუნქციები და
რაც შეეხება ეხა აი ამ უწყინარ ტერმინებს, რომ თურმე იქ სამცხე-ჯავახეთის საბჭო მარტო საირიგაციო სისტემებზე იმუშავებს და ასე შემდგომ, ასე საირიგაციო სისტემებზე სამუშაოდ შეიქმნა თავის დროზე სამხრეთ ოსეთის და აჭარის და აფხაზეთის ავტონომიები. ავტონომიას და საკულტურა ტერმინებშია განსხვავება, ტერმინებშია. არა, შინაარსია განსხვავება. რა შინაარსია და ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა. დამასრულებინეთ გიგლაკ, თუ დაასრულოთ. მეკითხები და პასუხი. მე მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს რაზე არის. ხარგი კი ბატონო, საუბარი ბატონი გიგლა ვერ ხედავს სამსაფრთხეს, მაგრამ ამ საფრთხეს ხედავს ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში. დაწყებული მისი უწმინდესობიდან კათოლიკოს პატრიარქიდან, რომელმაც ზანა რომ ეს გამოიწვევს საქართველოს დაშლას, იგივე მოსაზრებაზე არის 10 პოლიტიკური პარტია, რომელმაც გაავრცელა განცხადება ოპოზიციური პარტიები, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და რატომ იღებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება გავრცელდა დღეს, რომ პარასკევს იწყებენ 6 დეკემბერს ამის განხილვას და ახალ წლამდე უნდა მივიღოთ. რა არის ასეთი სასწრაფო ამ საკითხში, როდესაც აი საზოგადოება ორად არის გახლეჩილი. რატო არ შეიძლება ჩვენი პირველი მოთხოვნა არის რომ შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი და ასეთ უნიშნულოვანეს საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიული მოწყობა, შედგეს ფართო დისკუსია. ჩუმჩუმად რო აკეთებენ ამას. ხდება რომ თვითმმართველობის არჩევნებია კარზე მომდგარი და აქედან გამომდინარე არ არის ეს დაკავშირებული პირდაპირ არანაირად თვითმმართველობის არჩევნებთან, ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს დღეს არსებულ მუნიციპალიტეტებში, მით უფრო როგორც გვეუბნებიან საკონსულტაციო ორგანოების შექმნას აპირებენ. უბრალოდ მე გარდა განხილვის პროცედურისა მინდა ისიც თქვა, ხა გვისმენთ მთელი საზოგადოება და ყველა ასაკის ხალხმა ძალიან კარგად იცის. 700 წელი და 7 საუკუნე შეალია საქართველოს იმას, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ის ჩამოყალიბებული იყო ერთიან სახელმწიფოდ. ბოლოს საქართველოში ავტონომიები ასეთივე უწყინარი მიზეზებით, რომ ის ემსახურებოდა ადგილობრივი სოციალ-კულტურული განვითარების თემას, შეიქმნა საქართველოში 3 ავტონომია მე-20 საუკუნის დასაწყისში. ზუსტად თქვენს მეხსენებულმა ორჯონიკიძემ და მახარაძემ შექმნეს. ამ 3 ავტონომიიდან იმავე საუკუნის დასაწყისში ორმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ერთმა დაუმორჩილებლობა ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ჩვენ ვისაუბროთ ახლა იმაზე, რომ ამას არანაირი პრობლემები არ მოყვება, ესე არ არის. თავისთავად ახლა გიგლა მიცის ეს დარწმუნებული ვარ, კარგი იურისტი არის, რომ ნებისმიერ სტრუქტურას გააჩნია თავისი ეგრეთ წოდებული ინსტიტუციონალური პატრიოტიზმი. არ არსებობს საქართველოს ისტორიაში არანაირი სეპარატიზმი, აჭარაში არ ყოფილა და არც არასდროს იქნება. მაგრამ როცა იქ შეიქმნა ის სტრუქტურა და გვახსოვს რაც ხდებოდა იქ 2000 წლების დასაწყისში, ამ სტრუქტურის ირგვლივ თავისთავად ჩამოყალიბდა ის, რომელმაც საქართველოს კინაღამ გვახსოვს რა მოვლენებამდე მიიყვანა. ამიტომ ჩვენ ზუსტად ხარს უჭერს იმას, რაც ახლა თვითონ წაიკითხა სტატია ილია მართლის თხზულებებიდან, რომ იყოს თვითმმართველობა ძალიან ძლიერი რაიონულ დონეზე, მუნიციპალურ დონეზე, მათ დაუმატოთ უფლებები, მათ დაუმატოს ბიუჯეტი, რომელსაც არ აძლევენ სხვათა შორის არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლება და რეგიონული ჩვენ მეწინააღმდეგებით მხარეების მიხედვით სამცხე-ჯავახეთში ქვემო ქართლში რეგიონული სტრუქტურების არჩევითი სტრუქტურების შექმნას და მხარს უჭერთ იმას, რომ რაიონულ დონეზე, მუნიციპალურ დონეზე რუსთავს, გორს და გურჯანს კონდეს თავისი თვითმმართველობები. ეხლა ბატონო გიგლა, თუ ხშირად გაიმეორებთ, მე რა მაქვს საკითხული და თქვენ რა გაქვთ საკითხული, ამას შეგვატყობს მაყურებელი. კი, აი ეს მაყურებელი საქმე იმაშია, რომ ეხლა თქვენ მომავთ რეგიონალური არჩევნებით მოსული, თავიდან ბოლომდე მაქვს ის საკითხული. თქვენს თავიდან ბოლომდე რო წაკითხეთ. კარგი, მოდით, უპასუხეთ ბატონ კახას და შემდეგ ქალბატონ ნიეკა ჩავთოთ დისკუსიაში. იმედია, როგორც თქვენ ხშირად გიყვართ ხოლმე საუბარი, მაყურებელი განსჯის ამას, ამიტომ მე სულაც არ ვაპირებ თქვენს გადაბირებას ან თქვენ დარწმუნებას, თქვენ როგორც ჩანს თქვენ აზე დარჩებით, თუმცა ამაში პრობლემას მე ვერ ხედავ, საქმე რაშია. თქვენ როდესაც ლაპარაკობთ, რომ იქნება არჩევითი ორგანო, რომელიც რეგიონალური არჩევითი ორგანო, ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ ეს ორგანო არჩევითი არ არის. დანიშნვითია? დანიშნვითია და წარმომადგენლობითია. ერთი წამით. კიდევ რეგიონული არჩევნები, აიკითხეთ იურისტი მეგონები, აგერ გვესწრება. ერთი წამით. რაც თქვენ ეძახით დანიშნვითობას აგიხსნით. პირველ კურსზე ისწავლება. ამას ეწოდება. მოვისმინეთ ახლა დამამთავრებინი ასე. დამამთავრებინი არ დანიშნვითია. გადავიდეთ იმ თემაზე, რომელსაც აქ შევიდეთ. და მეორე კიდევ, როცა ბიუჯეტზეა ლაპარაკი. არც აი კიდევ ერთი მაგალითი იმის რომ კანონპროექტს არ იცნობ. სამცხე-ჯავახეთის საბჭოს თავმჯდომარე არ გახადალაპარაკობთ ისე და დემაგოგია კანონპროექტია გითხავთ. ჩახალიანი არ დაждდება იქ იმ საბჭოს თავმჯდომარე? ნუგეშინიათ საკუთარი მოქალაქეების პოზიცია როგორია? თქვენს გაქვთ შეკითხვები ამ კოდექსთან დაკავშირებით? ეს შიშები საიდან გაგიჩნდა თქვენ? ესე იგი აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის თქვენთვის საკმარისი მაგალითი. აი შიშები აქედან გაგუჩნდა. და აფხაზეთი და სამაჩაბლო არის პრობლემა იმისი, რა პრობლემაც ეხლა თვითმმართველობის პრობლემის შედეგია აფხაზ და სამაჩაბლო. თქვენ ეს გინდათ, ეს არის ავტონომიზაციის პროექტი, თქვენ ამას ამბობთ. ხო კიდე ცრულობთ ახლა კახა.
გიგლა ეხა მე არ ვაპირებ პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადავიდე. არა, ეს არ არის შეურაცხყოფა, როცა თქვენ ამბობთ ტყუილს და მე ვამბობ შეფასებას რომ გიგლა აგულაშვილი მე არ მაინტერესებს. არ ვაპირებ პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადასვლას, მაგრამ ის რასაც ეხა თქვენ აკეთებთ, რომ მთელი ქართული საზოგადოების აზრი, ეკლესიის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ფეხებზე კიდეთ და პარასკევს ვაპირებთ. აკაცრავად ქართული საზოგადოების აბუჭა დაგდება, ამაზე რესპუბლიკური პარტია მიიღებს პასუხს ქართული ელიტაზე. ერთსაბით. საქართველოს მთავრობის ინიციირებულია ეს კანონპროექტი, საქართველოს მთავრობაზე განხილულია, საქართველოს მთავრობის მოწონებულია, საქართველოს მთავრობის ინიციირებით არის შემოსული პარლამენტში და საქართველოს პარლამენტის ნაწილმა უკვე კომიტეტებში განიხილა, მეორე ნაწილი მომავალ კვირას განიხილავს და პროცესი მიდის არა დაჩქარებულად, უკვე თქვენთან ამბობთ, წაგიკითხავთ როდის ხართ, ანუ პროცესი მიდის ღიად, გამჭვირვალედ, დისკუსიის ფონში და მიდის რეგლამენტის გამჭვირვალედ ფორმაში. გესმით? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ქალბატონ ნოეკა, თქვენს გაქვთ შეკითხვები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როგორია თქვენი პოზიცია? დიდი მადლობა. პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ მე ესე ღრმად ამ თემაზე დისკუსიაში დღეს არ შევალ, იმიტომ რომ თემის, გადაცემის თემა არის მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია და მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს არ დავაკლოთ დრო და ამ თემაზე შეიძლება შესაბამის სტუმრებთან ერთად გააგრძელოთ სხვა დროსაც დისკუსია. ზოგადად ვიტყვი, რომ ჩვენი ორგანიზაცია ბუნებრივია თვითმმართველობის რეფორმის აქტუალობას ხედავს და ეს იყო მნიშვნელოვანი წამოწყება, რაც უნდა გაკეთებულიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ამ კოდექსის ჩემი აზრით არის ის, რომ მერები და გამგებლები იქნებიან არჩევითი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობთ და ამ და სხვა თემებზე ჩვენ პარლამენტს წარუდგენთ ჩვენს დასკვნას. არის ამ კანონპროექტში გარკვეული იგივე ტექნიკური ხარვეზები, არის შინაარსობრივი საკითხებით, რასთან დაკავშირებითაც მეტი დასაბუთება ჭირდება საზოგადოებას თუ რატო გახდა ეს აუცილებელი და თუნდაც ამ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყველა საკითხზე განმარტებით ბარათში კი ძალიან დეტალური და სრულყოფილი განმარტებით ბარათია, მაგრამ არის საკითხები, რასაც უფრო მეტი დეტალიზაცია ჭირდება და საზოგადოების მეტი ინფორმირება. უბრალოდ ორი საკითხია ჩემი აზრით ახლა მნიშვნელოვანი პროცესი. პირველი თვითმმართველობის არჩევნები არის გაზაფხულზე და რა დოზით შევა საარჩევნო კოდექსში ძალაში ამ არჩევნებამდე მხოლოდ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თუ მთლიანად და როგორ მოესწრება ეს არჩევნებამდე, ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე მთავარია რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით არ განიხილოს ეს კანონპროექტი, არის საკმაოდ დიდი კანონპროექტი, უნდა მოხდეს ესე ვთქვათ საზოგადოებრივი კონსენსუსის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ საზოგადოების ფართო ფენები ჩართოს ამ პროცესში და რეალური დისკუსია და აზრთა ჭიდილი, ესე ვთქვათ, გაიმართოს პარლამენტში და კონკრეტულად მუხლობრივად მოხდეს ამის განხილვა და რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი წარმომადგენლობის ჩართვა. ეს არის თავარი. დიდი მადლობა ამ თემას ჩვენ საზოგადოებრივი კონსენსუსი უნდა შედგეს, თქვა და სწორია. იგლა შენ ხო იცი რომ თუ არ იცი არ ვიცი რა იცი და რა არის ტერიტორიული მოწყობა არის კონსტიტუციური საკითხი. ეს არ არის კანონი პესტიციდების შესახებ, რომელიც შეიძლება მართლმა პარტიამ მიიღოს. არის თემები კონსტიტუცია, ტერიტორიული მოწყობა, საარჩევნო კოდექსი, რომელზეც უნდა შედგეს პოლიტიკური კონსენსუსი. ჩვენ ხო არ გეუბნებით რომ მინისტრებს რო ნიშნავთ, ჭიკაიძე რო დანიშნე, ეგ შეგვითანხმეთქო. თავრობა დანიშნეთ თქვენ და მიმდინარე კანონები მიიღეთ, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას ყველა ქვეყანაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში ეს არის კონსენსუსის საგანი და ამას ვიტყობთ რომ ორ კვირაში ნუ შეცვლით ქვეყნის ტერიტორიული მოწყობას. შექმნეს ინტერპარტიული ჯგუფი და იკვებებოდა. დიდი მადლობა ამ თემას ჩვენ დაუთმობთ შემდეგ გადაცემას და აუცილებლად განვიხილავთ დისკუსიისთვის მოგცემთ ღია ეთერს თუ იქნება თქვენი სურვილი, თუმცა უნდა ვისაუბროთ კი ბატონო მაშინ როცა კი ბატონო დაუთმოთ ამ თემას შემდეგი გადაცემა, თუმცა მინდა ვისაუბროთ ეხლა უკვე მინდა ვისაუბროთ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ, რომელზეც საუბარს სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. დაგვრჩებით. მაესტროს სკოლა სახელოსნო აცხადებს მიღებას ექსკლუზიურ კურსებზე 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის. გაინტერესებს ჟურნალისტიკა. გსურს იცოდე როგორ მზადდება სატელევიზიო სიუჟეტები. გახდი მაესტროს სკოლა სახელოსნოს მოსწავლე და შეისწავლე სატელევიზიო საქმე. კურსში დამატებით შეისწავლება ინგლისური ენა, კომპიუტერული პროგრამები, მონტაჟი და ფოტოგრაფია. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 2 30 86 96. საღამოს ეთერის სპონსორია ხლებნი დარი. გაატარეთ და უვიწყარით დრო მეგობრებთან ერთად. ხლებნი დარი. ყოველთვის ნამდვილი, ყოველთვის ნატურალური.
საღამოს ეთერის სპონსორია არაყი ივერიონი. არაყი ივერიონი. ქსვლის 40 გრადუსით. და არგუმენტები კვლავ პირდაპირ ეთერშია განვაგრძობთ საუბარს ჩემს სტუმრებთან ერთად. კაპიტონაიკა, მინდა თქვენ დავიწყო ამ თემაზე საუბარი, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ ვისაუბროთ. შექმნა ამ კომისიისა გადაიდო. თეატრი ლუკიანი ამბობს, რომ არ აქვს სახელმწიფოს იმის უნდა გავარკვიოთ თუ არა აქვს თუ არა სახელმწიფოს იმის ასე ვთქვათ უნარი, რომ გადაუხადოს დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაცია, თუ კი ესეთები მართლაც არიან და თუ კი დაზარალდნენ ეს ადამიანები წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლო გადაწყვეტილებებით, რომლებიც გამოიტანა სასამართლომ. მე ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ამ კომისიის გადავადების საკითხს. რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით? რატომ ეწინააღმდეგებით? რა არის მთავარი მოტივი ამ წინააღმდეგობის? და მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ახალისებს ან დააკანონებს ეს ფაქტი უსამართლობას და არაობიექტური სამართლოს წარმოების პროცესს შესაძლოა? დიახ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი მხრიდან, ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან მოყვა პროტესტი ამ გადაწყვეტილებას და ამ გაჟღერებულ პოზიციას. ამისათვის არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი და პირველ რიგში მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს ძალიან ბევრი პატიმარი სასჯელს იხდის უკანონოდ და ის რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებობდა ხარვეზები და პრობლემები ამის თაობაზე არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებია, არამედ პარლამენტის ის დადგენილება, რომლითაც პოლიტპატიმრებად იქნეთ აღიარებული გარკვეული რაოდენობის ადამიანები, ეს დადგენილებაც კი აღიარებს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში იყო ხარვეზები. ამის პარალელურად ასეთი კომისიის შექმნაზე უარის თქმა, ანუ გადავადება, სხვადასხვა ეს გადავადებაც გარკვეულწილად ძალიან ბუნდოვნად ჟღერს, იმიტომ რომ ავადით გადავადდა, თუ სახელმწიფოს დღეს არ აქვს რესურსი რა ნახევარ წელიწადში გაუჩნდება ამის რესურსი, თუ აი რასთან გვაქვს საქმე, ცოტა ბუნდოვანია ეგ საკითხიც. მნიშვნელოვანია ისიც განვიხილოთ, რომ ეს იყო პოლიტიკურ ჭრილშიც რომ გადავიდეთ ოდნავ წინა საარჩევნო დაპირება, ხო? მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ მრჩევლების წინაშე აძლევს პოლიტიკურ დაპირებას, იძლევა ბუნებრივია მან მაშინვე უნდა გათვალოს ამის შესაძლებლობა და ამის რესურსი, ხო? იმ დროს თუ არ მოხდა ამის გათვლა, ეს ძალიან ცუდი. ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ამ პროექტზე მუშაობა, რამდენიმე თვე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ამ პროცესში, რატო არ მოხდა ამ საფრთხების განხილვა, ეს კითხვაც პასუხგაუცემელია, ხო? და მაშინ როცა ეს პროექტი გამზადდა, როცა მოლოდინი საზოგადოებაში გაჩნდა საკმაოდ დიდი, საკმაოდ მაღალი, ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, მოხდა ამას განხილვა, საბოლოო პროექტის ადაპტირება და შემუშავება და ამის შემდეგ უცბად გებულობს საზოგადოება, რომ ფინანსური და ეკონომიკური მიზეზების გამო მოხდება ამ პროექტის გადადება. მე არ მინდა ვინ ჩათვალოს ის, რომ თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქეები არ უნდა ზრუნავდნენ იმაზე და არ უნდა ითვალისწინებდეს რაციონალურად სახელმწიფოს დღეს რის რესურსი აქვს თუ არა. ძალიან ცუდია, რომ ეს პოლიტიკურმა ძალამ თავის დროზე დაუშვათ არ გათვალა და წინა საარჩევნო დაპირებების დროს თუ ამის შემდეგ უკვე ამის საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ მოახდინა სათანადოდ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ დღეს გვაქვს რეალობა და ჩვენც ვადასტურებთ იმას, რომ შესაძლებელია დღეს სახელმწიფო ამას ვერ გაწყვეს. მაგრამ აქ უნდა გავყოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან. ერთი აღიარება იმის, რომ ადამიანი არის უკანონო პატიმარი და ამ ადამიანისთვის დაუყოვნებლივი რაღაც შეღავათი, ანუ მისი განთავისუფლება თუ შესაბამისი პროცედურები იქნება დაცული და მეორე არის კომპენსირების საკითხი, რაც შეიძლება გადაიდოს და ეს არ არის პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვეულია და პირის უფლება, რომ არ იყოს დაკავებული უკანონოდ და უსაფუძვლოდ არის დარღვეული, ეს ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ ის, რომ ადამიანს კომპენსაციის მიცემა შეიძლება გადაუვადდეს და სახელმწიფომ შეიძლება გარკვეული გეგმა განახორციელოს და წლების განმავლობაში გადაიხადოს ეს შიდავალა აღიაროს და ამაზე წლების განმავლობაში მოხდეს ამის ანგარიშწორება, ეს არ იქნება პრობლემა და ჩვენ ბუნებრივია მზად ვართ, რომ ამ მექანიზმის სახელმწიფოსთან კომპენსაციის გადახდა ისე ერთიანად არ ხდება, როგორც მე ვიცი. კომპენსაციის გადახდა ერთიანად ვერც მოხდება, ჯერ საქმეების განხილვა უნდა განხორციელდეს, დაახლოებით 2 წელი ჭირდება ამ პროცედურას და ამის შემდეგ დადგებოდა კომპენსირების საკითხი დღის წესრიგში, ისიც დამოკიდებული იქნებოდა. ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პატიმარი დღეს ვინც არის, ხო, ყველა განთავისუფლდება, ან ყველა ადამიანი ვინც გამოსულია, ყველა გამართლდება, ხო, ეხლა ხარვეზები ძალიან ბევრი იყო, მაგრამ ეს რაოდენობაც ძალიან კატასტროფულად დიდი ალბათ არ იქნება. და მეორე, სახელმწიფოს შეუძლია ეს გაანაწილოს, გადაავადოს, მაგრამ პირველადი რაც სახელმწიფო ვალდებულია გააკეთოს და ამის გადავადება და დაყოვნება არ შეიძლება არც საქართველოს კონსტიტუციის და არც საერთაშორისო სტანდარტებით, ეს არის სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენა და უკანონოდ დაკავებული პირის პატიმრობაში ყოფნის გაგრძელება, ესე ვთქვათ. სანამ ჩვენ გადმოგცემ სიტყვას, უბრალოდ თუ შეიძლება აი ეკამ რო თქვას, რომ როგორც ნეიტრალურობა მხარე. ეკა რამდენი არის თუ იცი უდანაშაულოდ ჯარდებული რეაბილიტაციის შემთხვევაში პრაქტიკა
მინიმუმი მაქსიმუმი დაახლოებით აი კომპენსაციებზე როცა ვლაპარაკობენ რომ რაღაც მილიარდებთან გვაქვს აი საქართველოს სიამდვილეში ალბათ ხსმენია. კი, საერთოდ უნდა ითქვას რომ სასამართლო არ იყო გულუხვი ხოლმე ესეთ დავებზე, ჩვენ ვიცით იგივე რეპრესირებულების დავებზეც ძალიან მცირე ხდება თანხების გაცემა, მე ხა კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 500, 1000, 2000 ლარი, ეს არ არის დიდი თანხები კონკრეტულ მჟავრდებულთან ემართებაში. ამ თუ გვემუქრებიან რომ გააჩანაგებს ჩვენ ბიუჯეტს. ფუშინაში რომელიც დასვაკახ არის განსხვავებული. ერთი საკითხი ამათ შეიძლება ბიუჯეტი ეს ერთგვარი სამართლებრივი სოფიზმია და ამიტომ ვილაპარაკებთ ამაზე რომ მას არის 700-500 ლარი. ყველა როგორ უნდა გვასწავლოს სიკვდილ მიჯილი გათავისუფლეს ირაკლი დამამთავრებინე თუ არიცი აგიხსნი. ამაზე უფრო მეტი რეაბილიტაცია არ არის სიკვდილ მიჯილის საქმიდან გამოუცხადე ხუბს არ ვაპირებ აზრის არც მე არ ვაპირებ. აბა ვერ გავიგე 10000 ლარი არის მაქსიმუმი. ამაზე მე ვერ კომპენსაცია აღარ არის. ზიანი, ზარალი, გაგიგიათ ალბათ. აი მნიშვნელოვანი პრობლემა ალბათ სახელმწიფოს რაც იქნება ჩვენ ვიცით რომ ბევრი იყო შემთხვევები, როცა საპროცესო შეთანხმებებს ადებინებდნენ ადამიანებს, ამ საპროცესო შეთანხმებებში ადამიანები იხდიდნენ საკმაოდ დიდ თანხას, ამ თანხის დაბრუნების საკითხი დადგება და კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ ვიცით ასევე რომ თანხების საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და თანხების გადახდის გარდა პირებს უწევდათ რომ გარკვეული ქონება დაეთმოთ, ბიზნესში წილები დაეთმოთ და ასე შემდეგ, აი ამ ყველაფრის დაბრუნების საკითხი დადგება და ბუნებრივია ჯამში ეს ნამდვილად არის საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული და ამაზე არ ვდაობთ ჩვენ. დაობთ იმაზე რომ პირველი აღიარება უნდა მოხდეს ამ დარღვეული უფლების აღიარება სახელმწიფოს. მადლობა. ბატონ გიგლა, ოპოზიცია ამბობდა რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაპირება, სამართლიანობის აღდგენის დაპირება იყო პოპულიზმი ხელისუფლების მხრიდან არჩევნებამდე. აი დღეს როდესაც ესეთი რეალობა გვაქვს არჩევნების შემდეგ, როდესაც გადაიდო ამ კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ შესაძლოა რომ ჩათვალოს რომ ეს მართლაც პოპულიზმის ნაწილი იყო? არა. და დარწმუნებულია რომ საზოგადოება ასე არ ფიქრობს, რადგან სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლის 1 და 2 ოქტომბერს თუ არა ძალიან მალე დაიწყო გასული წლიდან და დღემდე გრძელდება ეს პროცესი, იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის დამკვიდრება ეს არის ერთჯერადი აქტი. ეს არის სამუშაო, რომელსაც ახალი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აწარმოებს. ამის შედეგია მაგალითად ის რომ დღეს საპატიმრო ადგილებში სასჯელს არ იხდის იმდენი ადამიანი, რამდენიც იხდიდა. ამის შედეგია ის რომ მივიღეთ საკმაოდ ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი. ასე ვთქვათ, თუმცა ეს ხომ არ არის კომპენსაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი განაჩენების გადახედვას და რომლებიც ხოვენ ამ კომისიას. ერთი წამით, მან მოდივარ მეც, ხო? მე ვამბობ რომ ეს არის პროცესი, ამ პროცესს აქვს ეტაპები, ამ პროცესიდან ზოგიერთი ნაბიჯი გადაიდგა უფრო სწრაფად, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო გადადგმულიყო, ზოგიერთ ნაბიჯზე იმუშავა პარლამენტმა, ზოგიერთზე მთავრობამ და ჯამში ხელისუფლებამ გარკვეული შედეგები დაადო, რაც შეეხება აი ამ ტიპის კომისიას, რომელზეც იყო ლაპარაკი. ახლა ჩემთვის იდეალური იქნებოდა ზოგადად, რომ ხარვეზები, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს, გასწორებულიყო თვითონ სასამართლო სისტემის შიგნითვე, რომ სასამართლოს ერთგვარი კათარზისით მიეღწია თვითგანწმენდისთვის და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამოვლენის შემდეგ განეხილა საქმეები და მიეღო უკვე პოლიტიკური მოტივაციისგან დაცლილ შემადგენლობას სასამართლოს, რადგან ჩვენ მათ მივეცით პრაქტიკულად აბსოლუტური დამოუკიდებლობა და ისინი მხოლოდ კანონის წინაშე არიან დღეს პასუხისმგებელი და თავის თავში ეპოვა ძალა და ენერგია სასამართლოს და ასევე პროკურატურას ერთს გამოძიების კუთხით, მეორეს უკვე გამოტანილ განაჩენიან საქმეებზე, კანონიერ ძალას შესულ განაჩენიან საქმეებზე ხელახალად გადაეხედა. მაგრამ აქ არის რამდენიმე ტიპის პრობლემა, ეს არის ნდობის საკითხი, ეს არის პროფესიონალიზმის საკითხი, ეს არის გარკვეული წარსული გამოცდილების გავლენის საკითხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რის გამოც გაჩნდა ზუსტად სამართლიანობის აღდგენის კომპონენტში ეს ატრიბუტი კომისიის შექმნის შესაძლებლობაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ახლა მე ეკას პოზიციას ვიზიარებ იმ ნაწილში, რომ აქ შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ, ერთი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ქონებრივი საკითხები და მეორე შესაძლებელია იყოს, რომელიც უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, იმ ტიპის დარღვევები ადამიანის უფლებების, რომელიც ცალსახად და აშკარად. მაგრამ უყურეთ საქმე რაშია. ეს თავისთავად პროცესია, პროცესი ვერ იქნება მხოლოდ განცხადებლის ბნებაზე დამოკიდებული. კომისიამ რომ შეისწავლოს, რა თქმა უნდა შეისწავლოს, თუ ასეთი კომისია შეიძლება. თუ კი არ იქნება ბატონ გიგლა. არა, აქ ლაპარაკი არ არის. მე ვამბობ, კომისიის შექმნაზე ლაპარაკია თქვენთან ამბობთ, ხო? გადავადებაზეა ლაპარაკი, ლაპარაკია ბონივრო.
არ ვიცი. მე მაგალითად ვფიქრობ, კი, გავიმეორებ კიდეც. მე ველოდები რომ კომისია შეიქმნება და მალე შეიქმნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ გამოვნახოთ უფრო ეფექტური მექანიზმიც კი, იმიტომ რომ კანონპროექტი, რომელიც მომზადებული იქნა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ჯერჯერობით არ შემოსულა საქართველოს პარლამენტში. როცა შემოვა, მე უფრო მექნება უფრო ზუსტი პასუხი დაუშვათ დროზე, ვადაზე, ფორმებზე და მექანიზმებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის უფრო მისაღები იქნებოდა დაუშვათ, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ სისხლის სამართლის საფრთხის კოდექსში გახსნილიყო ჩანაწერი, რომელიც ამ ტიპის განცხადებებზე სათანადო მოგეხსენებათ, რომ თუ არ არსებობს სათანადო საფუძველი, სასამართლოს უზენაეს სასამართლოს შეუძლია განუხილველად დატოვოს ამ ტიპის არჩევნები. და განხილვის შემთხვევაში შექმნა არ შექმნის საკითხს განვიხილავთ ბატონ გიგო. ანუ და შეიქმნას ეს კომისია თუ არ უნდა შეიქმნას და რამდენად სამართლიანია ამ კომისიის შექმნის გადავადება იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ითხოვენ, თქვა დარღვეული უფლებების აღდგენას. მიღებული, თქვა უსამართლო ვერდიქტების გადახედვას. აი ამაზე გვაქვს ახლა საუბარი. ანუ შექმნა არ შექმნის საქმეზე. კი ბატონო, მე ვარაუდობ იმიზესით, რომ სახელმწიფო არის უუნარო გადაუხადოს დაზარალებებს კომპენსაცია. არა, აქ არ არის მხოლოდ უუნარობაზე გადახდასთან დაკავშირებით და განწილვადებასთან დაკავშირებით. მე ზუსტად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია და თვითონ ადამიანები ძალიან პირადი კონტაქტის დროს ყოველ შემთხვევაში ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ისინი მზად არიან მიიღონ განწილვადებით დაუშვათ, თუ კი ეს ქონება მათ აქვს ჩამორთმეული. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც უკანონო განაჩენი, მაგალითად ის ადამიანები, რომლებიც ცნობილი იქნენ პარლამენტის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად, ხო? ერთის მხრივ ჩვენ ისინი ანუ ლეგიტიმურმა ორგანომ, რომელსაც აქვს მანდატი, ასეთ საკითხზე იმსჯელა და მათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ მეორე მხრივ სამართლებრივი რეალიზაცია ამას არ მოყვა. შესაბამისად, აქ ლაპარაკია მექანიზმზე. კომისია იქნება ეს საკანონმდებლო, ეს არის მექანიზმი, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს ამ მძიმე დამღისაგან ეს ადამიანები და თქვას, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულო. კი ბატონო, თუმცა შეკითხვა ისმება, უნდა შეიქმნას თუ არა და რატომ გადავადდა ბატონ კახა, თქვენ შეკითხვები გაქვთ ამ პროცესთან დაკავშირებით, ამბობთ, რომ სამართლიანობის აღდგენაზე უარს ამბობს ხელისუფლებაო და ითხოვთ თეატრულკიანის გადადგომას. რატომ? იმიტომ რომ ფიქრობთ, რომ შეგნებულად ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ამის უკან დგას, თქვათ, რომელიმე მაღალჩინოსანი, რატომ ითხოვთ თეატრულკიანის? ვისმენ, ქალბატონო ნინო, ბოლო 1 წელია ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების განმარტებებს და მახსენდება, შეუძლებელია თქვენც არ გაგახსენეთ, მოქალაქეთა კავშირის ლიდერები. ეხლაც ვისმენთ, კომისია კარგია თუ შეიქმნება, თუმცა თუ არ შეიქმნება, არც ესაა პრობლემა და მომავალში ვიმსჯელებთ, დაუბრუნდებით ამ საკითხს და ეგება უფრო უკეთესიც მომნახოთ, თუმცა ეს საკითხი ეს იქნება ეს ლაპარაკი, სანამ ეს ხელისუფლება იარსებებს. შედეგი იქნება ის, რომ არც ერთი საქმე არ გადაიხედება ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და ეს არის ფაქტი. პოლიტიკური გადაწყვეტილება ხალხის წამოწდა დიახ, თქვენ სავსების სწორად ბრძანეთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ვერ მიიღებს ეს ხელისუფლება, ეს ცალკე საკითხი არის რატომ და რისთვის. ამიტომაც ამ კანონპროექტზე 1 წელი იმუშავეს, ატყუეს საზოგადოება, ელოდებოდა საზოგადოება, თქვენ გახსოვთ, ყოველ დღე ელოდებოდა შემოდგომაზე თქვეს, რომ გაზაფხულზე იქნება, გაზაფხულზე თქვეს, რომ შემოდგომაზე იქნება, ეხლა თქვეს, რომ 2 წლის შემდგომ იქნება, თუ როდის იქნება ვერ იძახიან. რაც შეეხება არგუმენტებს, უბრალოდ მე ჩემ მოსაზრებას გამოთქვამ, რაც არგუმენტები იქნა მოყვანილი, ჩემს აზრით, საერთოდ ახლოს არ არის. საერთოდ ახლოს არ არის ობიექტურ რეალობასთან. პირველი, რაც შეეხება იმას, თითქოს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა გამოიწვევს ისეთ ზარალს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რომ ამას შეიძლება ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვევს, რასაც ჩვენ ხშირად ვისმენთ, ხო, რომ ეკონომიკურ ზრდას უნდა დაველოდოთ, თორემ ესეც ითქვა ერთ-ერთი მინისტრის მიერ, რომ კანონი იქნეს მიღებული. ფინანსური კომპენსაციები საქართველოში თუ გადავხედავთ პრაქტიკას, ქალბატონო აიკამ ახსენა, აქ პრაქტიკა ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვაგვარი არის, მაგრამ სტალინის დროს დახვრეტილებს უხდიან 307-მდე მათი ოჯახის წევრებს. მაქსიმუმი მე რაც გამიგია იყო პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე ირაკლი ტოკვაძე, რომელმაც სიკვდილმისჯილის საკანში გაატარა წლები და საქართველოს სასამართლომ მას დაუდგინა 20,000 ლარი კომპენსაცია. აი დაახლოებით ამაზე არის საუბარი, რამდენზეც გინდათ გაამრავლეთ. ეხლა ეს გინდა 100 პატიმარზე, გინდა 1000 პატიმარზე და გინდა 10,000 პატიმარზე. ამ კონკრეტულ საქმეებზე ბიუჯეტთან და ეკონომიკასთან არანაირი კავშირი ამ ყველაფერს არ აქვს და მინიმუმ ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, პარლამენტს და მთავრობას შეეძლო მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ის ადამიანები სხვა შორის ნონსენსია, ხო, იანვარში ვინც გაათავისუფლეს ხალხი და თქვენს რომ რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ, მაგრამ იურიდიულად ყველა მათგანი ითვლება კვლავინდებურად ჯაშუშად, მოღალატედ, ტერორისტად და ქურდად, არც ერთ მათგანს ეს სტატუსი არ მოხსნიათ. მეორე კატეგორია საქმეებისა, ეს არის აგერ ახსენა ქალბატონმა ეკამოც, ქონებრივი დავები. ქონებრივი დავებიც არის თავისი არსით სხვადასხვაგვარი, არის საკითხები, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსური თანხების გადახდას ყველაზე მძიმე,
არის საქმეები, რომელიც ითვალისწინებს კეთილსინდისიერი, ეგრეთ წოდებული კეთილსინდისიერი შემძენისაგან საკუთრების გამოთხოვას, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ამ საქმეებისა და რასაც მე ვიცნობ, ძალიან დიდი უმრავლესობა არის ასეთი, ეს არის ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ქონება, რაც წაართვა ადეიშვილმა, ირიცხება სახელმწიფო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და ამ ქონების გადაცემა კანონიერი მესაკუთრეებისთვის არ არის დაკავშირებული არანაირ ხარჯებთან. ეს პროცესი შეიძლება დაწყებულიყო დღესვე, ისე რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ამით არანაირი ხარჯი არ მიადგება და პირიქით ეს იქნებოდა დამატებითი სტიმული ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ეს ქონება დღესდღეობით არის გაყინული, დაყადაღებული და არ მუშაობს და ეს ქონება თუ უკან ჩაიდება ბიზნესში, ამით მიადგება რა თქმა უნდა და მესამე და მთავარი, ეხლა ნიანგის ტრემლებს რო ვისმენთ, რომ ბიუჯეტს მიადგება ფინანსური ზარალი. საქმე იმაშია, რომ რამოდენიმე საქმე არის საქართველოში, ეს არის ელიტური კორუფციის ძალიან კონკრეტული მაგალითები, როცა დაიწყო ეს ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში სამართლიანობის აღდგენა. ოღონდ არ გაგიკვირდებათ, რომ სამოქალაქო საქმეებში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ჯგუფში შემოვალი კომპანიების მიერ, ალბათ გსმენიათ, ხო, სააგენტოებზე მაინც წაიკითხიათ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ეხლა მიმდინარეობს მაგალითად საქმის განხილვა ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე კონკრეტული ბრალდებულები არიან მიცემული პასუხისგებაში. 80 მილიონი გახსოვთ პირველივე დღეს გადაერიცხა უკან. შემდგომ ელიტა ბურჯმა დაიბრუნა თავისი ყველანაირი დაყადაღებული ქონება. ეს არის ეს პრეცედენტი, ოღონდ გარდა ამ ქართულ ჯგუფისა ეს ვერც ერთმა სხვა კომპანიამ ეს პრეცედენტი ვერ შექმნა. კარგით, ანუ სისხლის სამართლის საქმეზე ვიტყვი. ეს იმ კავშირში არის, რომ თუ შეიძლება ქართულ ბანკისთვის რატო არ შეიძლება იგივე იმ უამრავი ადამიანისთვის, რომელიც ასევე ედავება სახელმწიფოს ჩამორთმევ ქონებას. მე მინდა რომ რო გჭირდება შესაძლოა ყველაზე დაზარალებული და ყველაზე საწყალი იყო ქართულ ბიზნესში, რომ მისი საქმით დაიწყო. შეიქმნას და ფართომასშტაბიანი, რომელიც იმუშავებს ამ პირველ რიგში შეკითხვა მაქვს მე ასეთი, რომ დრო თუ გჭირდება ქართულ ბანკი ყველაზე საწყალი კომპანია იყო, რომ მისი საქმე ურიგოდ დაიწყო და დანარჩენები უნდა ელოდნონ. მე არ მესმის ეს ლოგიკა. გარდა ამისა, მე მთავრობის წარმომადგენლებს უსმენ და ისინი არ ამბობენ, რომ ჩვენ დრო გჭირდება. მათ თქოს, რომ ობიექტურად ამ რეალობაში შეუძლებელია, თორე დრო საკმარისზე მეტი ერთი წელი მათ დააკავეს. კიდე ერთი მაგალითი მინდა გითხრათ, ეს ქართულ ბანკის სამოქალაქო საქმეებზე გითხარით, რომ მხოლოდ მათთვის აღდგა სამართლიანობა და დაიბრუნეს ბოლო კაპიკამდე მთელი ქონება. სისხლის სამართლის საქმეებზე ცნობილი არის, ეგრე შეიძლება დაინტერესდეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუკერძებულად სწავლობდა ასეთ საქმეებს. თამაზ თამაზაშვილის საქმე, გუშინაც თქვი. თუ ხარშეს დღესაც მინდა ვთქვა, რომ სწორად გაკეთდა თამაზ თამაზაშვილის საქმე, გაკეთდა სწორად სამართლებრივად, როდესაც ამ ადამიანის საქმეზე დამთავრებული იყო სამართალწარმოება 1 ოქტომბრამდე, ეს ადამიანი გაამტყუნა სააკაშვილის და ადეიშვილის პროკურატურამ, მაგრამ 1 ოქტომბრის შემდგომ დაკითხა პროკურატურამ ხელახლა ის პოლიციელები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ ადრე ბრალდების მხარეზე, თქვენს ამ ადამიანებმა რომ დაავალა ადეიშვილმა მიიღეს ეს როგორც დამატებითი მტკიცებულება და ამ პოლიციელებსაც მიუსაჯეს, არ ჩაუსვიათ, მაგრამ საპროცესო გარიგებით გაამტყუნეს ეს პროკურორები და გადაიხედა ეს სისხლის სამართლის საქმე. და სწორად გაკეთდა, მე არ მინდა ისე გაიგოს საზოგადოებამ, თითქოს ვამბობ, რომ თამაზაშვილმა რაიმე დაუმსახურებელი პრივილეგია მიიღო. მე ვითხოვ, რომ თუ ეს მოხერხდა თამაზაშვილის საქმეზე, რატო არ შეიძლება რომ ის ადამიანები, რომლებიც რეჟიმს ებრძოდნენ და დღემდე აყვედრიან, აგერ გუშინ დააყვედრა უტიაშვილმა ერთ-ერთს, შენ ჯაშუში იყავე, რომ მის საქმეზეც ასევე ან დამატებითი მოწმე დაიკითხოს, ან დამატებით სხვა მტკიცებულებები, რომლებიც უხვად გააჩნიას, მიიღოს პროკურატურამ ხედველობაში და ამ საქმეზე გიგლამ სწორად ახსნა, ახლად აღმოჩენილი გარემოების წესი არ არის ხელისუფლება. ფაქტი არის, რომ დადგა მხოლოდ თუმცა სამართალწარმოება მიმდინარეობს თითოეულ საქმეზე და მხოლოდ შეიძლება მართველი ელიტის ოჯახის წევრები. ცირე კომენტარი. მიცეთ საშუალება გისმენთ. ხო, წეგან ვამბობდი დეჟავი მაქვს მეთქი, გუშინაც გქონდა ეთერში კამათი, მე და კახას ამ თემასთან დაკავშირებით და არგუმენტები, რომელიც მე არ მომიტანია გუშინ და რომელიც დარბაზში მსხდომმა ადამიანმა მოიტანეს, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს პროცესი მიდის, მოწმობდა, რომ თუ ლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ იმ საქმეებზე, რომლებზეც სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია. იქ ხო ორი ადამიანი, ორი ბიზნესმენი, ერთი ცნობილია სენტას საქმე, ადამიანი, რომელსაც აყიდინეს 121 კვადრატული მიწის ფართობი ახალციხის რაიონში 2 მილიონ ლარად, შემდეგ გირაოს თანხა აქვს გადახდილი კიდე გადახდნეს უპრეცედენტოდ მაღალი გირაო, შემდეგ ეს ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნა რაბათის ციხის მშენებლობაზე თუ რეაბილიტაციაზე. ჯამში ფაბულა ასეთია, მაგრამ ამ ადამიანებმა ილაპარაკეს და ეს ადამიანები დღეს ამბობენ, ეს ადამიანები არიან ვის მიმართაც გამოძიება მიდის, ახალი მტკიცებულები იკრიბება, მტკიცებულების შეკრების პროცესი იმ დროს, როდესაც 9 წლის განმავლობაში გამოძიების ხარისხი მკვეთრად დაეცა, არის რთული
ზოგადად რთულია გამოძიება, ვისაც გამოძიებასთან რაიმე შეხება ქონია, ეს არის უმძიმესი და ამავე დროს უმადური საქმე და ამ დროს, როდესაც გასულია ბევრი პერიოდი და ამავე დროს არის მცდელობა ბევრი ადამიანის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა, მოწმეებზე ზეწოლისა, რთულია რა თქმა უნდა, პროცესი მიდის, გუშინ გამოითქვა იმედი, საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება იყო დაზარალებულთა მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აქვს საკმაოდ მაღალი მოლოდინები პროკურატურის მიერ წარმატებულად დამთავრებული პროცესისა. ესე იგი, ლაპარაკობთ იმაზე, რომ ამ პროცესში ორგანოები მუშაობენ, ეს ერთი და ეს არის საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. მე არ ვიცი რამდენია ასეთი საქმე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ბევრი, ადამიანური რესურსი რამდენად გაწდება, ესეც თავისთავად საკითხია, მაგრამ კომისიაზე თუ ვლაპარაკობთ, ხო, თუ არ გვინდა რომ თემას ავსდეთ, კომისიამ უნდა იმშელოს მხოლოდ იმ კატეგორიის საქმეებზე, რომელთან მიმართებაში სხვა სამართლებრივი მექანიზმი უკვე აღარ არსებობს. ესე იგი, მაგალითად, სამივე ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ შესაძლოა ადამიანი არ წავიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში არ მიმართა იქ და ყველა ვერც მიმართავდა მოგეხსენებათ და დღევანდელი მდგომარეობით ის ითხოვს რეაბილიტირებას, ანუ გამამართლებელ განაჩენს გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად. აი აქ არის მექანიზმი. კომისია არის ერთადერთი მექანიზმი, რამდენად ეფექტური იქნება, არ იქნება ეფექტური, რა ინსტრუმენტებით აღჭურვა. მექანიზმი არის სამართლიანობის აღდგენის პროცესში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი. წეხნად ვთქვი, ციხეში 20,000-ზე მეტი ადამიანი იჯდა. ამნისტიის აქტის შეხების შემდეგ სასჯელები გაუნახებდათ, სასჯელები და გათავისუფლდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ბევრი ადამიანი ზუსტად ამ გზით გათავისუფლდა საპატიმრო ადგილებიდან, ეს არის პროცესი, ეს იყო ერთი შემადგენელი ნაწილი. ამნისტიის სამართლებრივი აღდგენა? იცი რა არის საპატიმრო ადგილიდან, როდესაც ვათავისუფლებთ ადამიანებს, ხო? და როცა გვინდა სწრაფი, ესეც მექანიზმი იყო, ერთ-ერთი მექანიზმი. ბევრი ადამიანს ერთი წამით რჩება კრიმინალად ის. არა, მომისმინე, ერთი წამით. ის ვინც თავს არ მიიჩნევდა დამნაშავედ, ასეთია მაგალითად ჩემი თანაპარტიელი, რომელიც შენ ძალიან არ გიყვარს, მერაბ ქათამაძე, რომელიც 2009 წელს, აი ეკამ ძალიან კარგად იცის მისი საქმე, 2009 წელს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის იქნა პასუხისგებაში მიცემული, რომელიც დაკავებული იქნა რამდენიმე დღის შემდეგ საერთაშორისო, საელჩოების და საერთაშორისო ორგანოების ჩარევის შემდეგ იძულებული გახდა მაშინდელი ხელისუფლება რომ გაეთავისუფლებინა, თუმცა 5,000 ლარიანი გირაო მაინც გადახლია, დღესაც არ არის დაბრუნებული ეს გირაო და მერაბ ქათამაძემ უარი თქვა ამინისტიის აქტის შეხებაზე, იმიტომ რომ ის ამტკიცებს, ის არის უდანაშაულო. მე ვფიქრობ, რომ აი ამ პროცესში მას აქვს დიდი შანსი და მისნაირ ადამიანებს. რომელ პროცესში აი დააზუსტე? სულმაც რო დაიგო. იმ საქმეებზე, რომელზეც არ არის საბოლოოდ მართლმსაჯულება დასრულებული. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი მიმართულება. ეს არის ერთი მიმართულება, ეს არის მეორე მიმართულება. ეს არის აბსოლუტური სტატისტიკური გაბუნაკლისი. საუბრობ იმ საქმეზე, სადაც სააკაშვილო ვერ მოასწრო სამართალწარმოების დასრულება. საუბარი და მოდიში, მაგრამ ვერ მოასწრო სააკაშვილმა, ეს არის ნონსენსი, რისი მოსწრებაც უნდა ის ასწრებდა გესმის. როგორ გეკადრება? მე ხარ მისი დამცველი კი არა ვარ. მისი დამცველი კი არ ვარ. ყველა დროს, ყველა წუთს და ყველა დღეს არის რაღაცა საქმეები მიმდინარე. საუბარი არის, რომ ისეთი საქმეები, სადაც არ იყო დასრულებული, მაგალითად აპელაციისგან კასაციის სტადიაზე იყო 1 ოქტომბრის მდგომარეობით, იმ საქმეებზე შაუბრობ შენ, რომ 1 ოქტომბრის შემდგომ რა თქმა უნდა აპელაციებმა და კასაციებმა ახალ რეალობაში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. კომისია ხო იმას ეხება, კახა, მოდი კომისიას დაუბრუნდეთ. ჩვენ გეკითხებით ამას, ადამიანი სადაც დასრულდა. და მე სწორად განაჩენი გამოტანილია. ეხლა მითხარით გამოტანილია და კასაციის სხვადაც გასული. გავიგე, კახა. მოდი დეტალებშია ხო იცი ეშმაკები. მოდი ეხლა მითხარი, რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს იმისა, რომ კანონიერი განაჩენი თუ არის გამოტანილი, დაუშვათ, გადახედული იქნას ეს საქმე. ერთადერთი მექანიზმი არსებობს სისხლის სამართლის პროცესით. არის ასე? ახლა დაღმოჩენილი გამრემოება. ოღონდ ერთი წამით გარდა რომ გამოიყენეს. არის ეს საქმეები და მაშინ უზენაეს სასამართლო სტატისტიკა უნდა ნახო. ერთი წამით დავამტკიცე. აი ასე მაგიდაზე პროკურატურის პასუხი. ახლა მოდი ისევ გაურბიხართ ემას. კიდევ ერთხელ გეუბნები. საქმე იმაშია, რომ ეს კომპონენტები მე გაურბი ვარ. სარჩელის დასაშრობაზე ქართულ ბანკის გარდა ერთი საქმე თუ იცი, ერთი წლის მანძილზე სადაც საქმე გადაიხედა. ნუ ჟონგლიორობ ეხლა ერთი საქმე თქვი, კონკრეტიკა.
სტატისტიკა და ზოგადად თეორია არის ერთი საქმე. არავით არის ზოგადად თეორია, ზუსტად პრაქტიკული თეორია გეუბნები. არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი, რომ სასამართლო მიიჩნიოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად დაუშვათ მხოლოდ განცხადება ადამიანს. სამეცნიერო კონფერენციაზე ხო არა ვარ? არ გინდა ამაზე საუბარი. მე ვიცი ძალიან კარგად, ადამიანებს საინტერესოა ერთი ადამიანის მაინც საქმე თუ იცი სადაც არ დგას. ხალბატონ ეკრანელსო და განმარტო, იმიტომ რომ ჩვენ ისე შევედით ამ იურიდიულ კაზუისტიკაში, რომ მე არ ვიცი რამდენად არის მოსახლეობისთვის ეს ყველაფერი გასაგები. ხა შეიძლება ხალხს განცდა გაუშვეს, რომ დღეს არსებობს რაღაც მექანიზმი და თუ პროკურატურას მიმართავენ და იტყვიან რომ ეს არის ახალი გარემოება, ესე იგი ყველა საქმე გადაისინჯება და ესე არ არის. ჩვენ უნდა განვმარტოთ მოსახლეობას, დიახ, რისი მექანიზმი არსებობს, რა არა და რა უნდა შექმნილიყო და რისი შექმნა ფერხდება. თუ საქმე არის მიმდინარე და დღეს მიმდინარეობს სამართალწარმოება, ბუნებრივია ამ საქმეზე შეიძლება ძალიან ბევრი რამეს გაკეთება და ამაზე არ ვდაობთ ეხლა და არ ვსაუბრობთ. თუ საქმე არის დასრულებული, მაგრამ არსებობს ახალი გარემოება. ახალი გარემოება ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც იმ მომენტში, იმ დროს, როცა საქმე სასამართლოში იხილებოდა, არავისთვის არ იყო ცნობილი და ვერც იქნებოდა ცნობილი. მაგალითად, ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანა ბატონმა კახამ თამაზაშვილის საქმე, ნამდვილად სამართლებრივად ძალიან სწორად გაკეთდა. ამ საქმის დასრულების შემდეგ პოლიციელებმა აღიარეს, რომ ზეწოლის შედეგად მისცეს ჩვენება, ეს არის ახალი გარემოება, რაც იწვევს მთლიანად იმ წინა სისხლისამართლის საქმეს, ესე ვთქვათ, დანგრევას. შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა და ამ საქმეზე სამართლებრივი პროცედურები სწორად წარიმართა. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრ საქმეში ესეთი ახალი გარემოება დღეს არ არსებობს. ძალიან ბევრი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება არის იმიტომ, მხოლოდ რომ ეს იყო იმ დროინდელი პოლიტიკის ნაწილი. ანუ ნულოვანი ტოლერანტობა, ის რომ ბრალდების პოზიცია იყო პირველი გასათვალისწინებელი და ყოველთვის მართალი და ასე შემდეგ. აი ამის შედეგად გვაქვს ის, რომ ამდენი გამამტყუნებელი განაჩენი თუ საპროცესო შეთანხმება გვაქვს. ძალიან ბევრი საქმეა, სადაც უბრალოდ მოსახლეობა იყო იძულებული საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და შეღავათიანი პატიმრობის პირობები მიიღო, იმიტომ რომ მათ არანაირი იმედი არ ჰქონდათ, რომ გამართლდებოდნენ. ხო? გამოსავალი რა არის ხალბატონ ეკა? ასეთ საქმეებზე გამოსავალი არის. მხოლოდ გამოსავალი დღეს არსებობს ისეთ საქმეებზე, დღეს მოქმედი საპროცესო კოდექსით, თუ ადამიანები მოახერხებენ გამოავლინონ ახალი გარემოება ესეთ საქმეებში. თუ მოწმე, რომელიც მათ საქმეზე ჩვენებას აძლევდა და მათ წინააღმდეგ იტყვის, რომ მე ეს ზეწოლის შედეგად მივეცი და ეს გამოძიებით დადგინდება და დადასტურდება. ის თქვი რომ ამაზეც პროკურატურა პრაქტიკას არ აყენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ესეც უნდა მეთქვა. არის ძალიან ბევრი განცხადებები ამ კუთხით. შეიძლება საქმე მე ვერ ვიტყვი ხა პროცენტულად რამდენი საქმე გადაისინჯოს ახალი გარემოებით, რამდენი საქმე ვერა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი თუ გამოძიება მოინდომებს ამას და განხორციელდება სრულყოფილი, ობიექტური, ეფექტური და ინტენსიური გამოძიება, შეიძლება ბევრ საქმეზე სამართლიანობა აღდგეს ისე, რომ დამატებითი მექანიზმის შემუშავება არ გახდეს საჭირო და იქ იყოს ახალი გარემოებები. მაგრამ ნამდვილად უნდა ვაღიაროთ ალბათ ისიც, რომ პროკურატურამ აქამდე დაამტკიცა ის, რომ ამის უნარი მას არ აქვს და ეს არ ეხება მარტო ამ საქმეებს, არამედ სხვა გამოუძიებელ საქმეებზე საუბარი, მაგალითად თანამდებობის პირების მქონე საქმეების მომზადებულობაზე და თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს პროკურატურა ამისთვის მზად სამწუხაროდ არ აღმოჩნდა. მაგრამ თეორიულად არსებობს საქმეები, რომელსაც პროკურატურა რაც არ უნდა ეფექტური იყოს, მაინც ვერაფერს ვერ მოუხერხებს, იმიტომ რომ არ არის ახალი გარემოება ამ საქმეებზე. აი სწორედ ამას სჭირდება დამატებითი მექანიზმი და ამას სჭირდება კომისია. კომისია იქნება ეს თუ არა კომისია არ არის თვითმიზანი. თავარი არის დამატებითი მექანიზმის შექმნა იმ საქმეებზე, რომლებიც არის დასრულებული და რომლებშიც არ არის ახალი გარემოება. ბატონ კახა საუბრობდა სამართლიანობის პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაზე. აი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან? იცით, ჩემი აზრით ეს გაჭიანურება ხელოვნურია, იმიტომ რომ მე არ ვიცი რა ვადით გაჭიანურდა და რას ველოდებით. თუ სახელმწიფოს დღეს არ აქვს ეს ამის ფუფუნება, რომ გაისტუმროს ეს თანხები და ამ განაწილება და გადავადებაზე არ ფიქრობს, 6 თვეში გაუჩნდება, 1 წელიწადში გაუჩნდება. თუ ამ თანხებზეა საუბარი, ბუნებრივია, ხა არარაციონალურია, რომ ვთქვათ, რომ 1 და 2 წელიწადში ეს თანხები გაჩნდება, ხო? ანუ ჩემთვის უფრო დასაბუთებული იქნებოდა თავრობის პოზიცია. დავასრულებ თავრობის პოზიცია, რომ მე თქვათ, რომ მე პირველ რიგში მაგალითად ეს კომისია იწყებს მუშაობას, პირველ რიგში განვიხილავ იმ საქმეებს, იმ პირების საქმეებს, რომლებიც დღეს არიან საპატიმრო დაწესებულებებში, იმიტომ რომ მათი სამართლიანი საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს, განვიხილავ მათ საქმეებს, ამის შემდეგ განვიხილავ სხვა საქმეებს, რაც შეეხება კომპენსირების ნაწილს, მე ამას გავანაწილებ, გადავავადებ და წლების განმავლობაში გავისწუმრებ. მე ამ ლოგიკას და ამ არგუმენტებს გავიგებდი და ალბათ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გაიგებდა ამ არგუმენტებს. მაშინ როცა ის არგუმენტი, რომ მე წინასაარჩევნოდ ეს ვთქვი და გავაკეთებდი და მაშინ არ დამითვლია და უშუალოდ ეს კალკულაცია არ მომიხდენია არჩევნების მერე უკვე თვეებია მუშაობ ამ კანონპროექტზე შევიმუშავე, ვენეციის კომისია შევაწუხე, დებატები წარიმართა ამაზე, სასამართლო ჩაერთო, ყველა იყო ჩართული და ეხლა უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკურად ეს შეიძლება არ იყოს რელევანტური, ეხლა უკვე ძალიან ხელისუფლების არგუმენტები არ იყო მყარიო, ხალბატონი ეკაბრძანებს.
ამ კომისიასთან დაკავშირებით, გადავადებასთან დაკავშირებით. გინდოდათ რაღაცის თქმა ბატონო. როგორ არა, საქმე რაშია იცი რომ არ არის აუცილებელი ყოველთვის რომელი გზითაც არ უნდა წავიდეთ, მივიდეთ ქონებრივ საკითხთან. და დაუშვათ ბიუჯეტის უნარობასთან რომ დაუშვათ დღეს არ არის მზად გადაიხადოს გარკვეული ანაზღაუროს მიყენებული ზიანი და ზარალი. არ არის ეს მხოლოდ ერთი კომპონენტი, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ და ერთი არგუმენტი, რომელიც მოხმობილი იყო. ერთ-ერთი არგუმენტი იყო. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ეს, იმიტომ რომ შეიძლება თქვა ვინმე, მაგრამ ამავე დროს ჩემი აზრით მე მომისმენია ბევრი არგუმენტი და მათ შორის რამდენიმე შემიძლია თქვა. თქვენ თვითონ ბრძანეთ. რა უფლებამოსილების შეიძლება იყოს ეს კომისია, დაუშვათ. მან პარალელური გამოძიება უნდა ჩაატაროს, მან პარალელური სასამართლოს ფუნქციები უნდა შეითავსოს. საკმაოდ სენსიტიური თემაა ეს და კონსტიტუციაც გწავლავს, რეკომენდაციები ვენეცია ახსენეთ, ასევე უარყოფითად უყურებს იმას, რომ მან და არც ვაპირებთ სპეციალური სასამართლოების შექმნა, სპეციალური საგამოძიებო ორგანოების შექმნა, სადღაც კონსტიტუციით ეს აკრძალულია. საქმე იმაშია, რომ ზოგადი ჩარჩო დაუშვათ, რამაც უნდა მისცეს შესაძლებლობა ისევ და ისევ სასამართლო სისტემაში, სამართლებრივ სისტემაში მოქმედ უწყებებს ამ პროკურატურას, ან სასამართლოს, რომ მან ხელახლა გამოიძიოს, ხელახლა განიხილოს, ან მოიძიოს ახალი მტკიცებულებები, ახლად გამოჩენილი გარემოებები გამოიკლოს და ასე მიიღოს გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვარ მე, რომ მივალთ ისეთ პრობლემებამდე, რომელიც პრობლემიდან დაღწევის გზა არ არსებობს. დაგვიანებას რაც შეეხება, ეს პროცესი არ შეიძლება დავაჩქაროთ. შეუძლებელია დავაჩქაროთ, იმიტომ რომ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა იყოს გონივრ ვადაში და დროული, მაგრამ დაჩქარებაც არ ღირს, იმიტომ რომ ჩვენ შურისძიებისკენ კი არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ ზუსტად რომ სამართლიანობის დამკვიდრებისაკენ და სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულები, რომლებიც უნდა მოყვებინოთ. მას ჩვენ მოუწოდებთ იქით ხა პროკურატურას და სასამართლოს და გამოდის რომ აქეთ გვეუბნებით ამას. უბრალოდ ერთი რაღაც. არ საუბედურებთ ამას, მე უბრალოდ გამოხატავებისას და კარგია რომ გამოვიხმაურო ბატონო გიგවත්. მე უსმინე ძალიან კარგად ქალბატონი თია წულკიანის გამოსვლას ის პოლიტმეტრში იყო თქვენთან და მან ზუსტად აღნიშნა რომ ვენეციის კომისიის თითქმის ყველა შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. ანუ ის საფრთხეები ნამდვილად არსებობს და არსებობდა ჩვენ საბოლოო ვარიანტი არ გვინახავს კანონპროექტის და არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ქალბატონი თიამ აღნიშნა რომ ყველა მოსაზრება გათვალისწინებულია, ყველა საფრთხეები ესე ვთქვათ გათვალისწინებულია, მთავარი და მიზეზი, რატომაც ეხლა შეფერხდა, ეს არის ეკონომიკური და ფინანსური მიზეზი. ამიტომ ამ არგუმენტზეა საუბარი, თორემ სხვა საკითხები, რომელიც სასამართლო განიხილავს ამას, ის რომ ეს სასამართლომ უნდა განიხილოს და კომისიის გადაწყვეტილება თუ რეკომენდაცია არ არის საბოლოო, რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე ყველაფერთან ხვდებით. ეს ყველაფერი დისკუსიის რეჟიმში, უკვე კანონპროექტის შემუშავების პროცესში და დასრულების და მიღებამდე შეიძლებოდა განხილულიყო, მაგრამ მთავარი საკითხი რაც წამოიწია იყო ფინანსური, ეკონომიკური და ამაზე საუბარი დამატებითი კონსულტაციები მთავრობაში. ეს კანონპროექტი. დამატებითი კონსულტაციები მთავრობაში ამის თავობაზეც ითქვა და გაცხადდა ხელისუფლების მხრიდან ეს ერთი კომპონენტი. საყდურებდნენ რომ 2014 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული დაუშვათ საკომისიაციო თანხები და ამაზე პასუხია რომ წინასწარ ამას ვერ გაითვალისწინე ბიუჯეტის კანონში და კომისიის მუშაობის შედეგი ან და სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი აღმოჩენილი გარემოების შედეგად დადგენილი განაჩენის შედეგად შეიძლება გაითვალისწინოს ბიუჯეტმა დაუშვათ რა თანხების კომპენსირებაზეა ლაპარაკი, რა მოცულობისაა ზიანი ანაზღაურული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცოტა დრო დაგვრჩა, დიდი მადლობა ბატონ კახა. თქვენ გქონდათ ბევრი პრეტენზია არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ქვეყანას ახალი მთავარი პროკურორი ყავს. აი ამ საკადრო გადაადგილებამ გააჩინა მეტი მოლოდინი სამართლიანობის აღდგენის პროცესში. მე არასდროს არ მქონდა ილუზია ეს ახლა კბილაშვილის პრობლემა იყო მარტო რაც ხდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა მე ძირითადად მას ბრალს ვდებდი იმის გამო, რომ სადმიდიოდა ეს პრობლემა აბა. პრობლემა მიდიოდა თავში ბიძინა ივანიშვილთან, მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი ილუზია არ გვაქვს რომ ვინმე სხვა იღებს საქართველოში. პოლიტიკური გადაწყვეტილება. კბილაშვილთან მე მქონდა სხვა პრეტენზია. როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხარ და როცა რაღაცას ვერ აკეთებ, ჩემი აზრით ის კი არ არის სწორი რომ მიანიშნებდე არ და საზოგადოებას რომ მე ერაშუაში ვარ და ზევიდან ასე მითხრეს. სწორი არის რომ გადადგა, ეს არის ევროპული ტრადიცია. ნებისმიერი მინისტრი რომელსაც საქმე ჩაუფლავდება, გამოდის და ამბობს რომ ბოდიშს უხდის საზოგადოებას და მიდის დაამდეობიდან. ეს უნდა გააკეთებინა კბილაშვილს ბევრად უფრო ადრე. რაც შეეხება დღევანდელ მთავარ პროკურორს, მე მას არ ვიცნობ, მართალი ლოგიკურად მინდა შეხვედრა და ვაპირებ შეხვედრას უახლოეს დღეებში, მათ შორის იმ საქმეებზე, რაც ქალბატონმა ეკამ ახსენა, მართლაც როგორ მოხდება აი ამ ახალი გარემოებების ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ მე წინა პროკურორისგან აი ასე მიდევს მაგიდაზე
პასუხები, რომ ჩვენ ახალ აღმოჩენილი გარემოების წესით ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ კანონს ახალი კანონის მიღებას ველოდებით. შენ მაინც გიგა არ მეთანხმება არაფერში და შენ მაინც დამეთანხმება, რომ სრული აბსურდია, რომ პროკურატურამ თქვას, რომ მე არ ვიყენებ მოქმედ კანონს, იმიტომ რომ ველოდები კანონპროექტის მიღებას. ეს არის სრული სამართლებრივი აბსურდი. მე მაინტერესებს, რომ შევხვდე მთავარ პროკურორს და მივიღო მისგან ინფორმაცია, აპირებენ თუ არა რაიმე შეცვლას. დღესდღეობით არაფერი შეცვლილი არ არის. ფაქტი არის ეხლა, რომ ბატონი გიგლას, ასე ვთქვათ, მოხერხებულობას და ელასტიურობას ეთერში ნამდვილად ვაფასებ, მაგრამ ფაქტია, რომ წელიწადსაც ვერ ასახელებენ. მე მგონი 10 წელსაც ვერ ასახელებენ, როდის შეიძლება ეს კომისია შეიქმნას და როდის შეიძლება საქმეების გადახედვა დაიწყოს. ხო, ნუ მაშინ დაასახელე გიგლა წელი. შეგიძლია თქვა წელი. 2017, 19, 2022 როდის დაიწყებთ ამ საქმეს? ეს ხება გაცილებით მალე, ვიდრე თქვენ ვარაუდობთ. მაგრამ წელს ვერ ასახელებ. რატო უნდა დავასახელო წელი? რა დედლაინებს მიდეთო? კარგი, ამბობთ, რომ პოლიტიკური ნება იყო და დირექტივებს იღებდა ბიძინევანიშვილი. მე ვერ გავიგეთ. რა ინტერესია ხელისუფლებას რომ ბავშვად არჩილაშვილი ოთარ ფარცხალიძე შეიცვალა და ბიძინევანიშვილი გადადგა, დღეს ირაკლი ღარიბაშვილია საქართველოს პრემიერი. ანუ ამ შემთხვევაში როგორ მე პოზიტიურად უყურებ ამ ცვლილებას, იმიტომ რომ ახალგაზრდა შეიძლება უფრო ამბიციური მთავრობა მოვიდა და იმედი მაქვს აერთხელ მithქვამს და ეხლა გამეორება ცოტა. აი კიდე ერთხელ გავიმეორებ, რადგან მეკითხები რომ ბატონმა ღარიბაშვილმა კარგად უნდა გააცნობიეროს ერთი რამ. მისი დამცველი, ისე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის დამცველი თავის კარიერაში არის წარმატება. თუ ღარიბაშვილის მთავრობა იქნება წარუმატებელი და კონკრეტულად სამართლიანობის აღდგენა დღეს არის საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა, თუ ეს პროცესი ჩაფლავდა, პასუხი არ მოეკითხება მინისტრებს და მოადგილეებს, პასუხი მოეკითხება პრემიერ-მინისტრს. ანუ მან მინდა ეს კარგად გააცნობიეროს, რომ თუ 2014 წელსაც და 15 წელსაც ეს ილაპარაკა საზოგადოებამ, რომ აი კომისია შეიქმნება თუ არ შეიქმნება, ვენეციის კომისიიდან დასკვნა გზაში და თბილისში როდის ჩამოვა, რა თქმა უნდა ეს იმოქმედებს პირდაპირ იმაზე, რომ ღარიბაშვილის მთავრობა იქნება დისკრედიტირებული ბოლომდე და როგორც ახალგაზრდა ამბიციური ადამიანი მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას არ ესწრაფვის. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, თუნდაც სამართლიანობის აღდგენაც გახდეს პოლიტიკური დისკუსიის საგანი, როცა ეს არის ამდენად მწვავე თემა, მე პირადად სრულად ვეთანხმები, იშვიათი შემთხვევა არის, მაგრამ სრულად ვეთანხმები, რაც დღეს ქალბატონმა ეკამ ისაუბრა იურიდიული შეფასებების ნაწილში, განსაკუთრებით, რომ დღევანდელი კანონმდებლობითაც რა თქმა უნდა შეეძლო ძალიან დიდი ნაწილი აი ამ საქმეებისა ხელისუფლებას ჩამოეცილებინა როგორც ტვირთი და ვალდებულება. რა თქმა უნდა არის რაღაცა საკითხები და კაზუსები, რომელიც მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს და ამაზე ემსჯელა ხელისუფლება. კარგი, დიდი მადლობა. ბატონ გიგლა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი და პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდეს, თქვენ თუ ხართ ამის მომხრე და თუ გაქვთ რეპლიკა, მოკლედ რომ კი ბატონო. არ ვიცი როგორ საკმაოდ სასიამოვნოა, როდესაც ასე ზრუნავს ჩვენი ხელისუფლების იმიჯზე კახა. მადლობთ. გულწრფელად მინდა მადლობა გადაგიხადო. მე ვფიქრობ, რომ დისკუსიის პროცესი დღევანდელი ეთერიც მოწმობს ამას. საზოგადოებაში მიდის, ჩვენ არ გავუბრუნებთ დიალოგს, ჩვენ არ გავუბრუნებთ განსხვავებულ მოსაზრებებს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ არასაპარლამენტო ან საპარლამენტო ოპოზიციასთან, ჩვენ შიგნით ვლაპარაკობთ გუნდში, ჩვენ შიგნით გვაქვს დისკუსიები, ამიტომ გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და იქნება გაზომილი და გასიგრძეგანებული, ყველა ხო და არა იქნება აწონილი. ეს არის დისკუსიებში ბატონი კახა გულისხმობდა არაში და გუნდში დისკუსიას არა. მე ვლაპარაკობ მათთანაც, ჩვენ ვლაპარაკობთ მათთანაც, ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებასთანაც და ჩვენ ვლაპარაკობთ შიგნითაც, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ შიგნით ვიყოთ ოპონირების რეჟიმში ამავე დროს, რომ სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებები მივიღოთ და გავიაროთ იმ ბილიკზე, იმ ბეწვის ხიდზე გავიაროთ, რომელიც მართლაც შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ პრაქტიკულად შეუძლებელია და წარმოუდგენელია, რომ სამართალში არ არსებობს ორივე მხარე კმაყოფილი იყოს. სამოქალაქო სამართლებრივ საქმეებშიც კი არსებობს მუდმივად პრობლემები და ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ პროკურორს, ან გამომძიებელს, ან მოსამართლეს და ასე შემდეგ და შემდეგ ან კანონს ამტყუნებს და უსამართლობის გარკვეული განცდა გააჩნია. ჩვენ ამ დისკუსიაში ამ ფორმატით არ შევდივართ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის იმ ტიპის გამოწვევა, რომელზეც პასუხი მართლაც ჩვენ უნდა გავცეთ და ეს პასუხი იქნება ძალიან მალე, იმიტომ რომ ეს პროცესი დაწყებულია და თვალი არ უნდა დახუჭოთ ამაზე და არ უნდა თქვა თუ არის იმ რეალობაზე რაც არის ჩემ ოპონენტებს მიმართავ. ეს პროცესი დაწყებულია 1 ოქტომბრის შემდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება. ნაწილი ადამიანებისთვის ეს პროცესი უკვე ჩემი აზრით განხორციელდა, ნაწილი ისევ მოლოდინის რეჟიმშია, იმიტომ რომ შეუძლებელია პრაქტიკულად რეალური მექანიზმების არსებობის გარეშე პასუხი გაეცეს ამ კითხვებს. ჩვენ ამ მექანიზმის შემოძებნის პროცესში ვართ. უბრალოდ აი გიგლამ თქვა ბეწვის ხიდი და რო არის პრობლემა. აი მაინტერესებს.
ლონდო შალიკიანის ოჯახს რომ დაესხა თავზე სპეცნაზი და ახსოვს ეს კადრები ქართულ საზოგადოებას და ბალიშის ქვეშ რო დაუდეს ბავშვებს იარაღები და წამართოს ყველაფერი რაც ეკუთვნოდათ ქუთაისში. მაგალითად იმ უძრავ ქონებაზე დღეს მიტოვებული არის და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია და ბოსტანი არის ამასული მიტოვებულია. აი ასეთი ტიპის ქონებები რომელიც სახელმწიფო ბალანსი არის რომ დაუბრუნდეს კერძო მესაკუთრეებს და ძალიან დიდია. ეს რა ბეწვის კითხვაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში თვითოული საქმე, თვითოული кейსი უნდა იქნას შესწავლილი და იმის მერე უნდა გადაწყვეტილება იქნას მიღებული. შესწავლის გარეშე როგორ მე არ ვიცნობ ამ საქმეს. მე არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს. მე არ ვიცნობ აქ არსებულ მტკიცებულებებს. ის რომ კადრი მეც მახსოვს ის კადრი, ეს კადრი რომ აქვს დანახეთ ჩემთვის როგორც იურისტისთვის ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს. მე უნდა ვნახო, გავეცდო რომ გაგცე პასუხი. ასე რომ კარგი, ქართონაკა ძალიან მოხდა უნდა დავასრულოთ გადაცემა. ერთი საკითხია, უბრალოდ სამართლიანობის აღდგენაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ერთი საკითხი რაც არ გაჟღერებულა, რადგან ამ თემას შევეხეთ, უნდა ითქვას რა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ციხეში წამებისა და არადევნებობის ფაქტების გამოძიებას უფრო მეტი ყურადღება მიეცეს, ვიდრე ეს არის დღეს. ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს ეფექტურად, ან კარგად, მაგრამ სანამ ამ საკითხზე არ არის სათანადო ყურადღება გამახვილებული და სამწუხაროდ წინა პროკურატურის წინა ხელმძღვანელობამ საკმაოდ დიდი მობიერება გამოიჩინა ამ დანაშაულებზე მჟავრდებული პირებისთვის და უპროცენტო საპროცესო შეთანხმება შესთავაზა. აქ მხოლოდ ბედუკიდეს არ გულისხმობ, რომელიც არ გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან, არამედ სხვა პირებს, რომლებიც იმ კადრებშიც კი ფიქსირდებიან, რომელიც ესე საზოგადოებაში გავრცელდა და ყველას ესე იგი შოკი მოგვარა, საკმაოდ სასათბურე პირობები შესთავაზა საპროცესო შეთანხმების სახით და სხვა საქმეებზე კიდე როგორც ვიცით, საერთოდ არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამას როგორც საზოგადოება მისევე ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ძალიან დიდი ყურადღება. დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს ეკა ფოფხაძეს, კახა კუკავას, გიგლა აგულაშვილს. ასე იყო დღეს არგუმენტები. გემშვიდობებით ხვალამდე, ნახვამდის.